ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად და Ford dealer-ი. Ford dealer-ი ასაკეთებს, მანქანებს აკეთებს. და ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ცირე ავიაციის და მიკრო ავიაციის მოყოლობა ვილაპარაკო დრონებზე. ბატონი დავით ნაკაშიძე, ჩემი ძმა და მეგობარი. კომუნიკაცია ქონდა და აქვე კოლაბორაცია, თანამშრომლობა. მოკლედ რა ხდება, ახ აბა ვილაპარაკო ძმაო. დღეს ბატონებო გვაქვს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების გამოშვების ცერემონია. მაინც ეგ რას ნიშნავს სტუდენტების? თვითონ უნივერსიტეტმა დააფინანსა, აი ეს თუ რა? კი, უნივერსიტეტმა დააფინანსა, ანუ მემორანდუმი გავაფორმეთ და ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ჯგუფი საპილოტო პროექტი ასე დავარქვათ. ბიჭებმა და გოგოებმა გაიარეს პილოტირების კურსი. შემდეგ ეტაპზე უკვე პილოტირებაც იქნება და ტექნიკოსის კურსის. მიზანი რა არის? აი უნივერსიტეტს რა შეაინტერესებს რომ თქვა სტუდენტებმა იცოდნენ. რა შეაინტერესებს და ეს არის მომავალი რა. არა, ეგ ხო, მაგრამ თვითონ უნივერსიტეტმა აი მე ვარ სტუდენტი. ხო. სწავლობ არ ვიცი, სამართალს ვსწავლობ. უნივერსიტეტის დანიშნულება რა არის? რომ ხალხს გაუფართოვოს სინათლე შეიტანოს მას. კი ბატონო, სინათლე და ეს ტექნოლოგია უკვე დღევანდელი და შეიძლება ითქვას გუშინდელი არის. ასე ვთქვათ, უნივერსიტეტმა თუ არ დაანახო, რომ ასეთი ტექნოლოგიებიც არსებობს და დრონით ვერავის გააკვირდება, დრონი რას აკეთებს, მაგაში ასე ვთქვათ, ფანტაზია და კრეატივი ახლა პოპულარული სიტყვაა, რომ ჩართო მაგაში. მაგრამ გონი უფრო სკოლებში რომ დაინერგოს და სკოლიდან დაიწყოს, უფრო არ არის. კი ბატონო, და თელავში მაგალითად ერთ-ერთ კერძო სკოლაში უკვე გვაქვს სამშობლობა და ოქტომბრიდან ვიწყებთ ბავშვებთან მივესალმები თელავებს. აი ჩვენი თელავი და ჯიტასთან ერთად გვაქვს ასევე პროექტი, ჩვენ ვაპირებთ მე და ბატონი ნოდარი ვივლით რეგიონებში, ანუ საუბარი არის ზუგდიდი, ბათუმი, კასპი და ქუთაისის რეგიონებზე, რომ იქ ჩავალთ ხოლმე და ჯგუფი შეიკრიბება. კლასები შეუქმნა და მე ვიღაცა დაატრენინგა. ჯიტასთან თანამშრომლობით კლასებს ისინი შექმნიან, ჩვენ მოვალთ, ჩავატარებთ ლექციებს, ჩვენს დავეხმარებთ ახლა ეკიპირებაში და რაღაცებს, ბევრ რაღაცას ჩვენ სასწავლობთ, მაგრამ ასე ვთქვათ, თანამშრომლობაც ეგ არის რა. ცოტა იმათი. არა, ხო, ვიღაცა სპეციალისტი უნდა იყოს, ხო, კლასები და ადგილზეც ბაზაც უნდა იყოს, ხო, ახლა ყველაფერს ჩვენ ვერ გავწოდებით, ახლა ჯიტასაც, თელავსაც მიხედოთ, ეგრეთ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ანუ იქიდანაც არის თანამშრომლობა, აქედანაც არის და მზაობა არის და იმედია ყველაფერი ეს ფეხს მოიდგავს და პოპულარიზაცია ასე ვთქვათ მოხდება. ანუ ეხლა რამდენხნიანი კურსი? სტანდარტული კურსი გრძელდება 5 კვირა. კვირაში 3 ლექცია, ანუ სულ 15 ლექცია არის. და ამ 15 ლექციაში, ესე იგი, მოსწავლე გადის სიმულატორის ეტაპსაც, ტაინი ვუპის ეტაპსაც, უსაფრთხო დრონით, პატარა დრონით, რეალური ფრენის ეტაპსაც და შემდეგ უკვე გამოყავს აიქ ველზე დაფრინავენ უკვე რეალური ნამდვილი დრონები და ჩათვლილად ითვლება, როდესაც ადამიანი თავისუფლად გაიფრენს გეიჯში, ესე იგი დაბრძოლებაში, უკვე განა ის რომ აი ერთხელ და გაუჭირდა. არა, ჩვეულებრივ წყნარად როცა დაფრინავს. ანუ აი როგორც ავტომობილის წარება ისწავლო რაღაცა? ხო, ისე კი არა რომ აი ვაიმედედა და გამომივიდა. არა. ჩვეულებრივ წყნარად რომ გეიჯში გაიფრენ, ანუ ზევით ჰაერში ნავარდი. როგორ? ყუა დამჯერდა. წყნარად როცა გაიფრენ, იმიტომ რომ ზევით ჰაერში ნავარდი ადრე თუ გვიან ყველა შეუძლია რა, თავისუფლად შეუძლია, მაგრამ აი ქვევით დაბრძოლებებთან ახლოს როცა ხარ და სადაც პრობლემურია წყალებში ფრენა, აი იქ გამომჟღავნდება რომ მართლა ადამიანმა აითვისა ეს მასალა და უკვე მზად არის. ანუ ეხლა ამ ხალხმა გამოუშვა ეს ამბავი, ანუ დაამთავრა და ეხლა მინდორზე ვართ რომ აჩვენონ თავისი. აი ერთ-ერთი მოსწავლე ზის და ეხლა დრონს მომართავენ და გაფრინდება და კი ბატონო. ამას რაღაცა ვიდეო. ხმა ჩაიწეს ეს იყო და ჩვენს ლაპარაკი. კი ბატონო, კარგი. ციფრული ვაფრენინოთ. მომეც კალკულატორი. ეს არის ჩემი პულტი. სტუდენტს ანუ სტუდენტს როგორ რა? კურსამთავრად კურსას ერთხელ უნდა ჩვენოს თავისი. ჩათო გამორთვა. რამეა სხვადასხვა ტიპის გამორთვა თუ შეიძლება ესაა ხო? ხო, არ მდიზარმი ეგ არის. ხო, ბატონო და ვიჩერა სიტყვია მისთაობა. რავი, ძალიან ბევრი დრონია და რავი. ისწავლება, გაიქნება. შენ გინდა ისწავლო? დრონი კი. კურსი რო გაიარა. ბატონ დავითს უფასოდ გავატარებთ მობრძანდით. შეზღუდო თუ არის ასაკთა შედარება. ყველაზე უმცროსი, ვინც ჩვენ ხოლია მოსწავლე, ეს იყო 10 წლის ბიჭი, აი თუ ისა ნორმალურად და ყველაზე უფროსი კარდენახელი პაპა 60 წლისა,
შეგენა. გაიარა კურსი, 7-ინჩიანი დრონი ყავს ახლა DJI O4 ვიდეო სისტემაზე. მე ველი აღარ უნდა ვენახებში დადისო. მეცაც გეტყვი 7-ინჩიანი დრონი რო აწყო, დროპერიც დაუყენეთ. ეგრე ხოვა და დროპერი დაუყენეთ და რამე რო იყოს ლიტრიანი ჭაჭასაც მიიტან საჭირო არის. ჩაკდეს. კი ბატონო. მაგარია, ხო, არა ეს. დროპერი ანუ თვითი სამყები, ა? გამოვიდეთ. ხო, დაგე კურსი გაიარე. თუ დაიწყებ ახალი კურსი გაიარე და მე კაი დროსაც აგე. ჯობია მაგიდიდან აფრინდე მეგონა. ხო? სათვალეებიც. აჰა. ხედავ რადგან მივიდა ტექნიკა დამძდარი მოირგო. აა ბატონო. დაბლიდან აუწიო რა ჯობია. დაბლიდან უბრალოდ აქ ბალახებიათ. აგერ. ო, კარგი, მანდი იყოს. ეს არის თბილისში, რო იცოდეთ. ხუალინგის შენობაში. მე ლინკი ხო გაქვთ იმ რა. ლინკიც გვაქვს, Facebook ჯგუფი გვაქვს ჯერჯერობით და საიტიც გვაქვს, ერთად საინფორმაციო, მოკლე ინფორმაცია GUTA-G. აჰა. GUTA-C. ნუ დავდებ ყველა ვარიანტში რა მე მაგაზა. თუ ვინმე დაინტერესდებით, წავიდათ საში. დაბლიციაში ხო არის? ეთები. ეხლა გაჩვენეთ ბატონებო იმ დრონს, მე რო ვარეკლამებდი, ზებნა გადარჩენის დრონს. რა უნდა მეთქვა? ამას აქვს რამე პილოტაჟის ამბავში. თავის, მაგალითად როგორც უმაღლესი პილოტაჟი, როგორც თქვათ რავი რაღაცა? დრონია? ო, ვინცა? ო, ვინც აგროდრონს აკავს ეს აგროდრონია თო? არა, ეს არის სამძებრო სამაშველო დრონი. ანუ ეს არის სამძებრო სამაშველო დრონი. კი. განათებაც აქვს. ეგ საბაზო კამერა არის, ასე ვთქვათ. შეგვიძლია ეს დრონი დაუშვათ, თუ უბრალოდ მისატანი არის რაღაცა, აი გურიაში მაგალითად. წამალი რო ჩაო. ხო. ო, იმან მიუტანა რა ქვია. კი. და თუ სამძებრო ამოცანა არის, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია თქვენიდან დავუყენოთ თერმოკამერა მაგალითად, ოპტიკური კამერა დიდი გადმოსა. ხო, რა რო ადამიანი იპოვნო რა. ზღვავში ჩარჩან რაღაცა. ანალოგი FPV მონიტორი მაქვს დიდი 12 ვოლტიანი. აი სერიოზულისა რა ქვია. შაციფრავი. თუ გინახიათ ვინმეს ესეთი დრონი? ზედრო დადგე. ჰა? ზედრო. ახლა შეიძლება შეიძლება აწიო. დენ სერიოზული. ეს რაღის დაახლოებით? კამერიანა დაახლოებით $15,000. ო, ეგეთი ძვირია. რაც დრონი ღირს, ისეთი კამერა, იმდენი ფასი კამერა ღირს. ნუ ახლა ადამიანი შეიძლება შეუფასებელი ხარ $15,000. ამოცანებიდან გამომდინარე. ძალიან იაფია. ო. აბა იყიდე DJI დრონი, ასეთი ამოცანებისთვის $15,000. აჰა. ეხლა ეს წარმოებულია საქართველოშიც. ეს არის წარმოებული საკუთრებით. კი. ანუ ნაწილები რა თქმა უნდა ახლა მაგას არ ვიბრალებ, კომპონენტები ჩინურია. მაგრამ ბევრი ჩინური კომპონენტი ჩვენ ჩამოვიტანეთ, დავტესტეთ, ბევრი სხვადასხვა ძრავი, ბევრი სხვადასხვა ფრენის კონტროლერი ჩამოვიტანეთ და რომელიც ასე ვთქვათ, ამოცანას ყველაზე კარგად მოეროდა საიმედოდ შეასრულა, ისინი და სამაში. ანუ თქვენი მაზია მოწყობილი რა, ანუ თქვენ რაც გადაწყვეტეთ, ის დეტალები დადგა და რაღაც. ამოცანას რაც ყველაზე კარგად ასრულებს ისინი. ანალოგი გამოგიყენებიათ რამე საქმეში. გურიაში. აი თოვლი რომ მოვიდა. კი, თოვლი რომ მოვიდა, იქ რამოდენიმე ოჯახს მივაწოდეთ წამლები და საკვები. ამ დრონით. კი, ამ დრონით. ვიდეო მიდევს ჩემს შეგიძლია ნახო. ო, არა, მე ვიდეო ისაკენი და კი ბატონო, შემიძლია გაგიზიაროთ და არის ყველაფერი. თან პლუსი რა არის ამ დრონისა, რომ მოქნილია ქვევიდან, რასაც გინდა იმას დაუყენებ. გინდა ხმამაღლებული, გინდა პროჟექტორი, გინდა გამოსაგდები. 6 კილო აქვს. ხო, არა, 6 კილო კაი მომანთარ. ჩვენ 4 კილო თავკიდეთ იმაში გურიაში რა, რომ მეტნაკლებად ცოტა ჯობია, დარწმუნებულად მიხვიდე და დარწმუნებულად დაბრუნდე, ვიდრე ხა ზღვარზე არ უნდა და ჯობია 2-3 რეისი გაკეთო, ვიდრე ერთი და ძალიან დატვირთო დავუშვათ რა. მით უმეტეს იყო მაგის საშუალება. ხო, არა, ეხლა მედიკამენტების ამავში რავი 4 კილო და მედიკამენტი ხლა. თელ სოფელზე ხო, ეს აკუმულატორი 12S 22. ეგიდება მახელა რაღაცა. ზუსტად ეს აკუმულატორი აძლევს ამას ის საშუალება, რომ იფრინოს კაი ხანი მანძილზე და აკუმულატორი ზოგადად ძალოვანი ნაწილი რა, ანუ აკუმულატორი შერჩევა, ძრავი შერჩევა და პროპელერის, ეს არის ძალოვანი ნაწილი დრონისა. ამათი ოპტიმალური შერჩევა არის ის გასაღები, რომელიც შენ დროს გაძლევს, ასე ვთქვათ რა. არ უფიქრია სახელმწიფო თქვა თქვენთვის შეეკვეთა და გაიგეთებინათ იმ ფონზე როცა ჩვენ უფიქრია და ფიქრის ეტაპზე გაჩერებულა ყველაფერი.
აჰა, ესე იგი ისე ფიქრობენ. კი, ფიქრობენ, იმედია მოიქცნენ. ან შელოცვა რამე არაშველის, ან გამოლოცვა. რა გითხრათ. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ვიარეთ, პრეზენტაციები ვატარეთ, ყველაფერი ვაკეთეთ. რაღაცა რო აწყეს და ზღვაში შაგდეს, რა ქვია. ვიღაცებმა რაღაცები ატყო, ზოგი კორპუს აჯახეს, მე რა ვქნა. ეს რაპტორის არა, იმიტომ სამაშველო დრონი იყო თუ რაღაც. კი ბატონო, ხო არის, კარგია, მაგარია, მაგრამ ეს ამის პლუსები რა არის? ჯერ წარმოებული საქართველოში, მეორე იაფია, მესამე ჩვენ აქ ვართ. და თან ალბათ ორი არ უნდა რაღაცა მოუვიდეს. ხო. აქ ვართ და მოვალთ სერვისი პირდაპირ ადგილზე შეგვიძლია გავაკეთოთ რა. ეგ რა არის? ეს არის ლედა რადარის ხო, გარშემო არის. მან ცოტა არის ბიუროკრატია, სერტიფიცირებული უნდა იყოს, კი, მაგრამ საზომია, რომელიც როგორც რადარი მოქმედებს, ანუ ამან მანქანებზე რო აღენია ზემოდან რო ტრიელებს რაღაცა ორიენტაცია. ავტონომიურ აღრო მანქანებზე. მოიტანე რა. ეს ცოტა სხვანაირია, ну, მსგავსი ისა ხო. ფუნქცია ეს უნდა იყოს მე ვფიქრე მასიურად. კამერა წამოიღე? ყველა მეხანძრეს უნდა ყავდეს. მესამე წელია. აი პრეზიდენტი რო გავხდები პირველი იქნება რომ აი მას ვიზავრო. თუ გავხდი რა. ისა რა ქვია? ფეხბურთს არ ვთამაშობ. იმაზე სპორტზე არ დავდი. პრეზიდენტის არჩევნებზე ჩვენ სპორტზე არ დავდიოდი სამწუხაროდ ასე რომ რა ვიცი აბა. სპორტზე არა? ვიცი რომ აი რა. და იმიტომაც დედაგვეთია. არა. აი ძუძარ და არ დგას კაცი. აი ესეთი მონსტრია, ნახეთ. ამის აფრენას აპირებს? ო, ფეხებიც ავტომატურად გამოიჩა. ფოტოში ძალიან მაგარი ხარი იყო, აი ძალიან მაგარი ხარი იყო. მავიკი აი ასე იდგა რომ ერთ ადგილზე ყოფილი. ამას ფეხებზე ეკიდა რა. ირა რომ ჩადგა რა. ეს რაც მინახია, ყველაზე დიდი დრონია რა. ეს კარბონის მილები. კარბონია. კარბონის. ანუ ნახე იყიდებოდა აგრო დრონი რა, შესაწამლი ქონდა. ესეთი და სამაშველო. კარბონი პირველ რიგში. ეს წითელი რა არის? ის კარბონია? ბატონო და მისია დრონის ხوار გავაცნო. თუნუქი. ხო აგნებად ბატონო, ცოტა ახლოში გავაცნოთ. მისია დრონი. დატონ და ავიაციაში თავარი არის. სამიდე წონა რა. ნაწილები ახლა არის. კონცეფცია აბსოლუტურად ნორმალური ყველგან იყენება. ალეკ თუ ძალიან მაგარი რაღაცაა რა. ყველამ რავი, ვიც უყურებ დაწერეთ, აბა. ღი. რა, ესა? ამას ორი კამერა აქვს, ერთი კამერა. მაშასე ბატონები. პილოტისთვის უფრო არ მოგიდგენთ? როგორც FPV კამერა. ჩვენ წინა პროექტს, ეს არის სამზებრო სამაშველო დრონი. ვიდეოში უკვე განახეთ, ახლა რეალურადაც განახეთ, დააკვირდით 4 ანტენა აქვს. აქედან 2 არის უშუალოდ პულტისა, მართვისა, პილოტისთვის და 2 ანტენა არის 4G მოდულისთვის, რომელსაც პირდაპირ ლაივ ეთერში გადასცემს ვიდეო სიგნალსაც და ასევე შეგიძლიათ მართვაც კი გადასცოთ, დაუშვათ გიმბალის მართვა, ან სრულად დრონის მართვა, დაუშვათ მართვის ცენტრში პასუხისმგებელ პირს. ძალიან მოქნილი დრონია, ქვევიდან აქვს რამოდენიმე დასამაგრებელი წერტილი სხვადასხვა აღჭურვილობისა. მაგალითად, ხმამაღლა მოლაპარაკე, მაგალითად ჯალამბარი, მაგალითად ხუთი, მაგალითად დროპერი. უამრავი სხვადასხვა აქსესუარი ამოცანიდან გამომდინარე, რაც გჭირდება, შეგიძლიათ დაუყენოთ. ლიდარი უყენია, ანუ იცის 360 გრადუსზე რა დაფრთხილება საით არის, ყველაფერი იცის, აკონტროლებს უსაფრთხოება. ქვევით მიმართული ლიდარიც აქვს, ამ სიმაღლეს თავისას აკონტროლებს ძალიან ზუსტად. ჩვენიერ GPS-ი უყენია, ძალიან მაღალი ხარისხის. ერთ-ერთ ეტაპზე ისიც კი გავაკეთეთ, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების საწინააღმდეგო სპეციალური კონსტრუქცია შევქმნით და შევაჯიბრეთ, ასე ვთქვათ, რების მანქანას. რების მანქანამ ჩართო ჩახშობა და ჩვენ კიდე დრონს გაუწერეთ ამოცანა, რომ ერთ წერტილზე უნდა აფრენილიყო და მიფრენილიყო იმ მანქანაზე და დამზარიყო. აფრინდა დრონი, ჩაირთო რები. ჩაგვიქრა ვიდეო კავშირი, ჩაგვიქრა მართვა, მაგრამ დრონმა ამოცანა გააგრძელა, GPS-ი ვერ ჩაახრეს იმ ჩვენი მოწყობილობის გამო და დრონი დაჯდა ჩვეულებრივ იმ დანიშნულების წერტილს. ანუ ამოცანა შესრულებული. ეს ძალიან მაგარი. მე თქვი ძალიან მოქნილი პროექტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ სტრუქტურები ისე დაინტერესეთ, რომ რეალური შემოთავაზება ყოფილა. საქართველოში რო აწყობილი ეგ არის გამოფენებზე მოდიან, მეკითხებია, მაგარია, კარგია, მაგრამ რეალური საქმე რომ იდის, უკვე გამოსალოცები არიან როგორც შეკვეთები, აი ხლა დაინტერესდა ტყეების მართვის აგენტო. დაინტერესდა იმითი
ანუ უნდათ ხანძრების მონიტორინგი. რომ გრძელ დინარეზე გაუშვა და დიდხანს რო დაფრინავს და ალბათ ეგ უკვე თვითფრინავი იქნება და რა დრონი, რადგან თვითფრინავი უფრო ეფექტიანი არის, უფრო დიდხანს დაფრინავს. თვითფრინავის პლატფორმაზე გავაკეთებთ უკვე ეგეთ შეთავაზებას. ალეკ, მე მგონი ის შეგვიძლია, თვითფრინავი შეგვიძლია ვანახო, ტალონი, ხო? კი ბატონო, ვიტოლ თვითფრინავსაც გაჩვენებთ, ისიც 4G შეგვიძლია თქვათ, რომ საქართველოა გადაფრენილი, მართალია მოკლე მონაკვეთები 50-60 კილომეტრიანი, მაგრამ აინც გადაფრენილი. პატარა ავიაცია. კამერა საკმაოდ მოქნილი არის, თუნდაც ეს კამერა ვითარდება. 30 ჯერადი ოპტიკური ზუმია, თერმული კამერა და ლაზერული მანძილზომი. შეუძლია ობიექტების დათვლა, მაგალითად მანქანების, მაგალითად ადამიანების და ტიპის კოორდინატს გიწერთ. ანუ დამატებით რაღაც გამოთვლები და ზეგნა არასაჭირო, პირდაპირ გაქვთ ინფორმაცია სად არის ის წერტილი, რომელსაც უყურებთ. ანუ დრონის პოზიცია კი ვიცით, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რასაც უყურებთ წერტილს, იმას გიწერთ ავტომატურად. ყველა დიდი შედეგი ჩვენ რაც მივხვდეთ 45 წუთი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა დამოკიდებული არის დატვირთვაზე, რამდენს ჩამოკიდებზეთ და რა თქმა უნდა ამინძზე არის დამოკიდებული. მინიმუმი 30 წუთი არის. დამოხტვას უნდება დაახლოებით 40 წუთი. თუმცა ეს შედეგებით რა თქმა უნდა 3 აკუმულატორი თუ გაქვთ, ჩათვალეთ საათნახევარი ფრენის დრო. ბევრი? 2, 5, 10, რა ვიცი, რამდენი საჭირო. ასევე შეიძლება ადგილზე მაგის დამოხტვა გენერატორით და ეგ ყველა პირობები რაც დათომ თქვა, ეგ ყველაზე ისეთია და ჩვენ ახლა გურიაში რო ვიყავით, ანუ ესეთი кейსი გვაქვს. ესე იგი 7 წუთში მოასწარენ აფრენა, მისვლა ადგილზე, მიწოდება ის თვირთის და დაბრუნება და ეს ყველაფერი მოხდა, ანუ 5 კილომეტრი გავიდა, 5 კილომეტრი დაბრუნდა 7 წუთში. და ელემენტი დაიხარჯა სადღაც 20%. ანუ კიდე შეიძლება და მე არ ვრისკავდი, სიცივია, ბევრ რაღაცებია, მაქვს აკუმულატორები და ვთვლი, მაგრამ თუმცა შეიძლება, ისე მოვიდა, ისევ თვირთი აიღო, ისევ წავიდა, მოვიდა, ანუ რამოდენიმე რეისის გაკეთება შეიძლება. ნუ ამის რადიუსი 10 კილომეტრის ფარგლებში. 10 კილომეტრის ფარგლებში 10 კილომეტრი დარწმუნებულად ხო, შეგიძლიათ. ნუ დარწმუნებულად დავფრინავთ. მერე უკვე თუ კიდე უფრო შორს გვჭირდება, აქვს აღჭურვილია 4G ტექნოლოგიით. და შეიძლება უბრალოდ ახლა როცა კვადროკოპტერის სახით დრონია, ნუ ამის ეფექტურობა არ არის, უფრო ეფექტურია მაშინ ხდება აი ეს თვითფრინავი. კაცი თვითფრინავის სახით. ეს არის vertical take off ფორმულით, ანუ აქ თვითფრინავიც არის და კვადროკოპტერის იქ ფრთები ძდებს. კვადროკოპტერის სქემა, რომელიც აძლევს ამას საშუალება ვერტიკალურად აფრენა და მერე აგრძელებს თვითფრინავის შემდეგ transition mode არის, გადადის მე თვითფრინავის რეჟიმში. ამას როგორ აქვს მანძილის ამ? ანუ ჯერ აწევს ვერტიკალურად, ძალიან მაგარია, მე ერთი დრონმა იფრინა 60 კილომეტრი. და მე ჩვენ სამიუსტრებს ადგილზე დაფრინავთ კიდე რამდენიმე წელიწადს და სანამ ჩვენ მივიდოდით ადგილზე. ანუ ჩვეულებრივ ინფრინავია, რახან ამ წევი ძალა იქნება. მეც მიხდებოდი. ძალა აღარ ადგება ძრავას იმდენი, ესენი ითიშება, ესენი ეძრავები. უკიდან უკვე რუაწება. კომპანია არ გაძლევს. თა ამ წევ ძალას ახმის და თვითონ ეს მიფრინავს. აი ახლა ამ დრონს გაუშვებენ. ზბენი хочу злетать. ეს არის მაშორო დრონი, ფერიც ეგეთი აქვს. ცოტა მოერიდეთო. შერეგილებში როა. აი. Pani padaj. ეს მაშორი დრონია. სare უკვე თერმული კამერა. დათო რაღაცა ისე ლურჯად ჩახარ. ვა. პირიქით. ჩახედე ეკრანზე უკნდა რა. და სადარჩე ხო მერონელი. გავიხუბრე ბიჭო, რა ვიცი მე რომელი. მე დავიჯო. აი ზუმ. ეგ არის უკვე. სხვა სპექტრში თვითონ დრონიდან დანახული რა.
ესა და ამ სითბურ გამოსახულებას რამე წინაღობის იქით ხედავს? ანუ ეგ ნებისმიერი ან თერმული. ბეტონზე არ ვიძახი, მაგრამ აი რაღაცა შუშა მაგალითად პრობლემაა. ჩამოფარებული. შუშა მაგალითად პრობლემაა, რომ ეს ნებისმიერ თერმული კამერის ნაკლი არის ასე ვთქვათ. ვერც ერთი ძალიან მაღალი კლასის კამერაც კი შუშის იგივე მაგალითად არ გაჩნდება. ფიზიკის მოტყუება სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. სასურველია. ის უკან ნახავს რაღაცისა. მე სრული ვიდეო ვისაც გაინტერესებს უკან გააჩნია ამასაც ვაფრენ. ღისონა ესეც ხეცრო გამთბარი არის, ძნელია კონკურენტი. უბრალოდ ეხლა ჩამოკიდებულია და კამერის შესაძლებლობებს სინჯავენ ბიჭები რა. მოკლედ ეხლა ხო დაამთავრეს ამ ბიჭებმა იფრენეს, აი შეხედეთ, გადაცეს სერტიფიკატები და ჯგუფი, უნივერსიტეტის ჯგუფი იღებს ამას, რა ქვია. საერთო სურათს ერთად ონა ბევრი პილოტი უნდა გაიზარდოს საქართველოში. ბატონი დავითიც საქმეშია. მივიყვანთ, მოიყვანთ ბავშვები და ძალიან მაგარი იქნება. ბავშვები კი არა, აგერ რამდენი ხალხია ხალხია, ვინც ამ საქმეს მისდევს რა და ჯერ მოყვარული დონეზეა, მაგრამ ალბათ მოვაიდრო რა პირველი მერცხალია ჩვენი. და აი პირველი მერცხალში რო მოვადრო და ხელზე გოტარებინო, აი ამ ხალხსაც ეგრე იქნება და მიიღეთ რა მონაწილეობა, იმიტომ რომ ეხლა არის ეს ყველაფერი ჩანასახის იმაში რა. 10 წლის შემდეგ ღმერთს მოხნას რომ აგე დიდი დრონით მოვიდა ჩვენ თავზე დაფრინავს. ზემოდან გვე. ასე რომ ძალიან დიდი პერსპექტივა გამოს ყველა ვარიანტში რა. აი თვალებიც ან თო ფარები. მეორე დრონი აუფრინდა აგი პატარა. ძალიან მაგარი რაღაცა რა. ოღონდ ეს უკვე გასართობი არ არის. ეს არის პრაქტიკულად ძალიან მაგარია რა. აი ეს ცენტრი უოლინგში არის. იმის მედება რა ქვია, ამათი მისამართი ვინც დაინტერესებს, მოდი დაამთავრეთ. დრონების აწყობაც ისწავლეთ და პილოტირებაც ისწავლეთ, იქნება ძალიან მაგარი რა. ამითი გამოგემშვიდობებით ძალიან დიდი ვიდეო ვარ გამოგეძეს. ბატონი დავითი უნდა მივიყვანო უეჭველი, მაგას გადავიღებ მე აი როგორ მივიყვან და მე როგორ ატარებ თვითონ დრონს. ანარჩენს მოგიწოდეთ თქვენს მობრძანდეთ და ჩაეწეროთ აი მაგა პატიოსახავს. აგი დაბრუნეთ ჩვენი დრონი. პატარა დრონი თაფრინდა, მოგი.